4 მცირეწლოვანი ბავშვი შესაძლოა საკუთარი სახლის სახურავმა ქვეშ მოიყოლოს. მოდით დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს სახურავის შეკეთებაში, სანამ გვიანი არ არის. ნესტიანი, დამპალი ფიცრები პირდაპირ ოთახში ცვივა. ეს საშიშია. ოჯახი ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდეს ნანგრევების ქვეშ, მაგრამ მრავალშვილიან დედას საერთოდ არ აქვს ფული არათუ რემონტისთვის, არამედ სოციალური დახმარება ძლივს ყოფნით, პროდუქტის საკითხად. ერთადერთი საკვები, რისი ჩვენებაც ბავშვებმა შეძლეს ჩვენი კორესპონდენტისთვის, ხმელი პური იყო. დედა მარტო ზრდის შვილებს, ამიტომ სამუშაოდ ვერ გადის. მეუღლესთან დაშორებულია და მიუხედავად იმისა, რომ მეზობლად ცხოვრობს, საერთოდ არ ეხმარება მათ. მეგობრებო, ამ შვენიერ ბავშვებს ჩვენ გარდა არავინ ჰყავთ დამხმარე. სახლი სულ უდანგრეულია, სახურავიდან წვიმა ჩამოსდიოდა და ეხლა თოვლით ჩამოდის. ძალიან დიდი ციცივია ხოლმე, ვიყინებით. პატარა და იყოს სულ ცივი ხელები და ფეხები და მეცადება. ეს ის არის ბლოკებზე დევს სეტკა და საბუნებია გადაფარებული. გვჭირდება ჩვენ ახალი საწოლი. ყველას ლამაზი სახლი აქვს თუ მეც მინდა რომ ლამაზი სახლი მქონდეს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.